პროტესტის 23 დღე ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად მოქალაქეები უწყვეტ აქციებს განაგრძობენ. დღეს თბილისის სხვადასხვა უბნის სამეზობლოს წევრები ერთდროულად საპროტესტო მსვლელობებს მოაწყობენ. ამ წუთებში ემზადებიან გლდანისა და დიდი დიღმის მცხოვრებლები საპროტესტო მარშისთვის და ჩვენი ჟურნალისტი მარიამ ელიბაშვილი შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში, რომელიც დიდ დიღომში იმყოფება და მარიამ, როგორც ხედავ, კადრში უკვე დაწყებული არის მარში. რა ხდება ადგილზე? ნათია, ჩვენ ვიმყოფებით დიდი დიღმის სამეზობლოსთან ერთად, როგორც კადრში ხედავთ, თქვენ მსვლელობა დაწყებულია უკვე, აქ შეკრებილი ადამიანები დილის 8 საათზე შეიკრიბნენ. მათი მოთხოვნაც ბუნებრივი არის ის, რომ გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები, ასევე სანქცირებულმა და არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ხელახლა ჩაანიშნოს არჩევნები. უფრო უკეთესად მათი მოთხოვნების შესახებ თავად აქციის მონაწილეებს გავესაუბრებით და ვკითხავთ. პირდაპირ ეთერში ვართ, რომ გითხრათ თქვენი მოთხოვნა რა არის და რას ეტყოდით სანქცირებულ და არალეგიტიმურ ხელისუფლებას? არალეგიტიმურ ხელისუფლებას ვეტყოდი, რომ პირველ რიგში გამოვიშვან ის ადამიანები, ვინც უკანონოდ არის დაპატიმრებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ ეს ახალგაზრდები ჩვენს გვერდით უნდა იყვნენ და მეორე ეს არის არჩევნები. თავიდან უნდა დაინიშნოს აუცილებლად არჩევნები. რამდენად ხშირი იქნება ეს პროტესტი? რას აპირებთ? ამ შემთხვევაში დიღმის სამეზობლო. დიღმის სამეზობლოზე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ კვირაში ერთხელ მინიმუმ აქ ვიქნებით აუცილებლად. დიდი მადლობა, თქვენ უსმედით აქციის ერთ-ერთ მონაწილეს. ახლა გადაიკეტება გიორგი ბრწყინვალის ქუჩა. აქ შეკრებილი ადამიანები მსვლელობას გამართავენ ქუჩებზე და მოუწოდებენ დიდი დიღმის სამეზობლოს სხვა წევრებს, რომ შემოუერთდნენ მათ მარშს და მსვლელობას. კიდევ ერთ აქციის მონაწილეს გავესაუბრები. თქვენი მოთხოვნა რა არის? რას მოუწოდებთ და რას ეტყოდით არალეგიტიმურ და სანქცირებულ ხელისუფლებას? მოუტანს, აუცილებლად მოუტანს. უნდა განთავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული პატიმრები და ახალი არჩევნები უნდა დაენიშნოს. მადლობა. ახალი არჩევნები რომ არის ერთადერთი ის, რასაც კრიზისიდან გამოიყვანს დღეს ჩვენს ქვეყანას, ამაზე თანხმდება ყველა ადამიანი. ამ წუთებში მიმდინარეობს გლდანშიც გლდანის სამეზობლოს შეკრება. დღეს არაერთი აქციაა ჩაანიშნული. ოპერატორს ვთხოვ ლუკა ლავრელაშვილს გაჩვენოთ კადრში ახლა რა ვითარებაა დიდი დიღმის სამეზობლოს მარში. მოუწოდებენ ისინი სხვა მოქალაქეებსაც, რომ შემოუერთდნენ ამ მარშს. პერიოდულად კი მძღოლები ხმავა სიგნალს გამოსცემენ და სოლიდარობას უცხადებენ აქ შეკრებილ ადამიანებს. თქვენ ხედავთ, რომ ისინი არიან საქართველოს და ევროკავშირის დროშებით. კიდევ ერთ აქციის მონაწილეს გავესაუბრებით. პირდაპირ ეთერში ვართ, რომ გითხრათ რას ეტყოდით არალეგიტიმურ და სანქცირებულ ხელისუფლებას და იმ ადამიანებს, ვინც ამ ეტაპზე ჯერ თქვენთან ერთად არ არის. პირველ რიგში თავისუფლება პატიმრებს. ბატონო, არის ჩვენთან ნაწილ საუბარი, ბუნებრივია, ჩვენ როგორც ხედავთ ახლა მივემართებით კონკრეტული ქუჩისკენ, სადაც ისინი მოუწოდებენ, აქ შეკრებილი ადამიანები მოუწოდებენ სხვა ადამიანებსაც და სხვა მეზობლებსაც, რომ შემოუერთდნენ მარშს, ვინაიდან მათი თქმით ახლა სოლიდარობა არის ის ერთადერთი გამოსავალი, რაც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს და რისაც ყველაზე მეტად ეშინია სანქცირებულ და არალეგიტიმურ ხელისუფლებას. პირდაპირ ეთერში ვართ, რომ გითხრათ, რას ეტყოდით, არ გინებავთ საუბარი. კი ბატონო, წინ გადავინაცვლოთ ლუკა და ხო, აი ხედავთ ჩვენ, რომ მოქალაქეებმა გადაკეტეს უკვე კონკრეტული გზის სავალი ნაწილი, მიემართებიან მარშით, მოუწოდებენ სხვა ადამიანებსაც, რომ შემოუერთდნენ და როგორც გითხარით, ამ წუთებში გლდანშიც იმართება სამეზობლოს მარში და შეკრება. ყველა ადამიანი, ვინც კი ახლა ქუჩაში გამოდის და ასე ვთქვათ, მსგავსი პროტესტით გამოხატავს საკუთარ პროტესტს, ითხოვს ერთ, ჩაინიშნოს ქვეყანაში ხელახალი არჩევნები, გათავისუფლდეს რეჟიმის ტყვეები და ბუნებრივია საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას.